მოგესალმებით სტუმრად ანასთან. დღევანდელი ჩემი პოდკასტის თემაა რას ნიშნავს იყო ასეთი ნამდვილი და თან ყველას უყვარდე. დღეს ჩემთან სტუმრად არის ადამიანი, რომელიც არის ძალიან გულწრფელი, ძლიერი, კეთილი, ამავდროულად ემოციური, რომელიც არასოდეს არ თამაშობს და ხალხს ძალიან უყვარს. მისნაირ ადამიანებს ერთეულებს ვიცნობ, მაგრამ ერთეულებიდანაც გამოვყოფდი მას. არის ძალიან საინტერესო და ჩემთვის მისაბაძი ადამიანი. ალბათ არა მარტო ჩემთვის. ყავს ასევე თითით საჩვენებელი საუკეთესო ოჯახი, რომელიც ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი სიმდიდრეა მისთვის. ჩემი დღევანდელი პოდკასტის სტუმარია დავით ოკიტაშვილი. დათო გამარჯობა. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრა, რომ დამთანხმდი პოდკასტის ჩაწერაზე და ზუსტად ვიცი, რომ ძალიან გულწრფელად ვისაუბრებ. ჩვენგან სხვანაირად წარმოუდგენელია. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. ყალბი არ უნდა იყოს ცხოვრებაში და უნდა ისაუბრო ის რაც ხარ და რაც იცი და საზოგადოებას არ უნდა მოატყურო. ნამდვილად. მე მზად ვარ შეს ნებისმიერ კითხვას გავცე პასუხი. ძალიან დიდი მადლობა. მაშინ დავიწყოთ. დავიწყოთ. დათო, პირველ რიგში კითხავ იმას, ყველას უყვარხარ, როგორ ახერხებ ამას? არა, ყველას არ უყვარ ვარ. მე სოფიკო ჭიაურელის სიტყვები მახსენდება სულ, რომ რაღაცა საერთოდ დაწერდნენ ჩემზე ან რაღაც ხო იყო რაღაც შენიშვნები რაღაცები, მე უცბად სოფიკოს და მე ძალიან ისეთი მეგობრობა მქონდა და სულ მეუბნებოდა რომ ყველას რო უყვარდე, ესე იგი არასწორად ცხოვრობ, მაგრამ ბედნიერება რომ უფრო მეც უყვარ ვარ. ყოველ შემთხვევაში მე არ გამიგია ადამიანისგან, რომ დათო ოკიტაშვილი არ უყვარდეს. ძალიან დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის, მაგრამ უშეცდომო არავინ არ არის, მეც მაქვს შეცდომები. ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა იმ ადამიანებს, ვისაც უყვარ ვარ და ძალიან დიდი მადლობა ორ მაგათ, ვისაც არ უყვარ ვარ, იმიტომ რომ ეს ადამიანები მე უფრო ძალას მაძლევენ და უფრო მაძლიერებენ, მაგრამ ძალიან დიდი მადლობა ამ გულწრფელი სიტყვებისათვის. მეც ესე გამიგია და მეც ესე ვიცი, საიდან ხვდები, როდესაც ქუჩაში დავდივარ და ადამიანები რო ხვდებიან, ეს გულწრფელი შეხვედრა და გულწრფელი სიყვარულია და მე ამისათვის ყველა ადამიანს მინდა უთხრა მადლობა, იმიტომ რომ მე ერთი რამ ვიცი, მე ესე გამზარდეს ჩემმა მშობლებმა, რომ ცხოვრებაში ადამიანს ზევიდან არ უნდა უყურო, ადამიანს არ უნდა დასცინო და რომ ნახავ გაჭირვებულს, უნდა დაეხმარო, როგორც შეგიძლია და გვერდი არ უნდა აუარო და რასაკვირველია მე ესე ვცხოვრობ, შენ იცნობ ჩემ ოჯახს და არასოდეს არ დამავიწყდება, მე თათა იყო პატარა და ვარ ბაზარში, მე ძალიან მიყვარს ბაზარში სიარული და რო შევედით რომ დაინახეს თათა, აჩუქეს ერთ-ერთმა ქალბატონმა ბანანი მიცა ხილი და თათამ არ გამოართვა. მე ვთხარი აბა სასტრაფოდ უკან დააბრუნეთქო და დღემდე მახსოვს ეს სიტყვები და ამ ქალბატონმა უთხრა და მითხრა პირადად მე რომ ბატონ დათო ჩვენს მოცემულს ვარ ყადრულობთო და ისე შევწუხდი გამოვართვი და მე ვთხარი რას ბრძანებთ, როგორ არ ყადულობთ, მაგრამ წუხდები რომ თქვენ დილიდან საღამომდე გეხართ ქუჩაში, რომ 2 კაპიკი სახში შეიტანო და ჩვენ ამასო ყველასო არ უკეთებთო და არ ჩუქნითო და მე მინდა რომ აი ჩვენიო სიყვარული და დამოკიდებულება ამითო გამოვხატო და ეხლა ძალიან ბევრი გამომივიდა ჩემ თავზე საუბარი, მაგრამ მე ერთადერთი ბედნიერი ვარ, რომ მე ამ ცხოვრებაში არაფერი აღარ გავაკეთო. ერთადერთი ის ვიცი, რომ მე ამ ცხოვრებაში მე ცუდად არ მიცხოვრია და ადამიანებისთვის ესეთი ბოროტება რაც არის, გულში არასოდეს არ ვიდებ. აი ვთქვათ ვიღაცები მოდიან რაღაცებს მეუბნებიან შენზე, ეს თქვა შენი ხარ დაბლოკილი, აქ ხარ გადმობლოკილი. საერთოდ ყურადღებას არ ვაქცევ და გვარი და სახელებით ველაპარაკებ. მე ვთქვარი ვიცი, ეს არის ისე და მე ბრუნდებიან და გარბია, რომ იცით რატო, რომ არ შეიძლება ებრძოლო ადამიანს, რომელსაც ჯერ უნდა გაარკვიო. და უნდა შეეკითხო, აი მე მაქვს თვისება, რომ ავიღებ და ურეკ, მაგრამ არც ახლა ამას აღარ ვაკეთებ, იმიტომ რომ არავისთან მე არ მაქვს გასამართლებელი თავი და არც ვაპირებ რომ ვიმართლო. თან ძალიან პირდაპირი ხარ. ძალიან პირდაპირია, რასაც ვფიქრობ, მე ვწერ და ვსაუბრობ. იცით რატო, რომ არ შეიძლება გარეკო და იკითხო, ვაიმე მე ახლა რატო ეს ღმერთმა ყოველას თავის გზით გაუმარჯოს, იმიტომ რომ ჩემთვის ყველაზე დიდი სიყვარული არის
აი იმ ადამიანების სიყვარული, რაც მე მოვყევი, აი როდესაც ხვდებიან თქვა ქუჩაში, როდესაც ხვდებიან ბაზარში, მე დავდივარ, მიყვარს სიარული. თან ძალიან უშუალო ხარ. და აი ესეთი ადამიანებს რო უყვარ ხარ, მე ვფიქრობ, ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება და ამიტომ ყალბი არ უნდა იყო და მე ცხოვრებაში ყალბი არ ყოფილა, რაც ვარ ეს ვარ და ვერაფერი ვერ შემცვლის, იმიტომ რომ ზოდიაქოთი ვარ შულდოსანი და აქედან გამომდინარე ჩვენ ვარ ძალიან პირდაპირები. ჩვენ მე შუა არ მაქვს, ან მიყვარს, ან არ მიყვარს. ან არ შემიძლია ადამიანებთან აი თამაში ხო იცი რა, აი რაღაცის გამო რომ შეიძლება ადამიანს ეთამაშოს. აი ეგ არის შენი მთავარი ღირსება. არ შეიძლება ადამიანს ეთამაშო, ადამიანს მოატყვილო, იმიტომ რომ კიდე ვიძახი რომ ჩემთვის ყველა ადამიანი არის ღირსეული. მე არ ვყოფ ადამიანს იმისიანებად, ამისიანებად, იმიტომ რომ ცხოვრებაში ერთხელ მოვედი და ჩვენ უფლის სტუმრები ვართ ამ ქვეყნად, სტუმრები ვარ და უფალი როდის წაგვიყვას ეს მისი ნება და ამიტომ როდესაც შენ სტუმრად ცხოვრობ ამ ქვეყნად, უნდა იცხოვრო ღირსეულად და ღირსეულად უნდა დატოვო ეს ქვეყანა და წახვიდი აქედან. აუცილებლად და თავარია ყველა ადამიანმა ეს გაანალიზოს, რომ სტუმრები ვართ ამ ქვეყანაზე დროებით. თავისუფალი ადამიანი ხარ, არავის არ ეკუთვნი. როგორ უნდა იცხოვრო ისე, რომ აი არავინ არ გმართავდეს. მე ესე ვცხოვრობ. მე მანამ თქვენთან სტუდიაში შემოვდიოდი, მე ველაპარაკებდი ჩემს მეგობრებს და ვიხსენებდით რაღაც დავწერე პოსტი და მითხესო, ამ ორ სიტყვაში ძალიან ბევრი რაღაც არის ჩაქსული. მე ადრე ვღიზიანდებოდი და გახსოვს რა ჩვენ მეგობრები ვართ ოჯახებითა და ჩემ Facebook-ის მეგობრები. ეხა არ წერ, იმიტომ კი არა რომ არა ვიღაცის მეშინია, იმიტომ რომ ისეთი დრო მოვიდა, რომ ადამიანები არ უნდა გააღიზიანო აი შენი რაღაც გამონათქვამებით და თავარი იცით რა არის, რომ ადამიანად უნდა დარჩე. თანამდებობა შენ დღეს გაქვს, ხვალ არ გაქვს. ადამიანს უნდა სეპატივის ის როგორიც არის და ისეთივე უნდა შეიყვარო, როგორიც გაიცანი. და დღეს არის ისეთი ცუდი სიტუაცია სამწუხაროდ, რომ ერთმანეთის შუღლი, ერთმანეთთან ბრძოლა, ერთმანეთს გადაეკიდენ, აი თუ ის იქნება შენთან სტუმრად, მე არ მოვალ, თუ ის აქ დაჯდება, ეს ჩემთვის იმდენად მიუღებელია და ეს ჩემთვის იმდენად აი თქვათ რაღაც ვერ ხვდები ესეთ რაღაც დამოკიდებულებას და მე ყოველთვის მეც და ჩემი მეუღლეც აი ჩვენ საოცარი მეუღლე, საოცარი ირინა. ჩვენ შვილებს ვზრდიდით ესე, რომ მე არ ვარჩევდი და ჩემ შვილებს არ ვეუბნებოდი რა იმასთან იმეგობრე, იმიტომ რომ ეს იმის შვილია. კი ეტყობა ეს თქვენს ოჯახს. ეს გამორიცხული იყო, იმიტომ რომ ჩვენი შვილები ირინა მესე გაზარდა ჩვენს, იმიტომ მე 24 საათი ქუჩაში ვიყავი, სამსახური დილას რომ მოვდიოდი, დროც არ მქონდა, აი შაბათ კვირას თუ მოვწი. ჩვენს დიდით რომ მეგობრობა არ უნდა იყოს არჩევითი. უნდა იმეგობრო ისეთ ადამიანთან, რომელსაც შენ თვლი საჭიროთ, რომ ეს არის შენი ღირსეული მეგობარი და რა ვიცი, მე ამ ურთიერთობას და ამ გრძნობას ძალიან უფრთხილდები და არიან ადამიანები, აი ვთქვათ, მე მყავს ორი არაჩვეულებრივი სიძე, ესენი ჩემი შვილები არიან. კი, არაჩვეულებრივი. კატოზე არის ჭკუა მეკეტება და ჩვენი ოთხივე აი ჩემი ორი სიძე, ჩემი შვილები არიან. აი დათოს მეძახიან, მე ლუკას სიძეს ყველასად ხართ უტკბილესები და იმ სიამოვნებს თქვენი ყურება. ჩვენ შორის არ არის რაღაცა ზღვარი. აი თქვათ ჩვენი მძახლებიც, აი რაღაცა ერთმანეთთან საუბრობთ. აი ეს ყველაფერი საიდან მოდის, იცი რომ ამას ყველაფერს უყურებდი მე ირინას მშობლების და ჩემი მშობლების ურთიერთობას. ეგ არის ირინას დამოკიდებულებას დედაჩემის და მამაჩემის მიმართ და მე რავალდებული ვიყავი. არა, რომ თქვათ რომ მე ირინას მშობლებისთვის პატივი არ მეცა. ეს ცუდი სიტყვა ვიხმარე ვალდებული, იმიტომ რომ მე ვიქნებოდი გარეწარი, რომ ის მშობლების მიმართ არ მქონოდა ის დამოკიდებულება, რაც დღემდე მაქვს. ჩვენ
აი დღემდე არ ვიცი რა არის სიდედრი, დღემდე არ ვიცი რა არის სიმამრი. ჩვენც ესე ვცდილობთ, რომ აი ჩვენ სიძეებთან რომ არ ვიყოთ სიმამრი, ირინა სიდედრი და ნუ ჩვენ და გიждდებიან. თქვენი სიძეები თქვენზე გიждდებიან, შენზე და ირინაზე. ჩვენ ეს ურთიერთობა მაქვს, ანალოგიური ურთიერთობა მაქვს მე მათ მშობლებთ. აი როგორ შეიძლება რომ ჩვენ დავიყოთ და უშეცდომო არავინ არ არის. ოჯახში რა საკვირველია, კამათიც არსებობს რაღაც, მაგრამ ეს ჩვენ არ გვაქვს უფლება მშობლებს ჩავეროთ. თვითონ ცოლ-ქმარი ამას თვითონ მოაგვარებს და არიან ოჯახები, როდესაც ერევიან, წამოდი, მიატოვე, როდესაც თათა თხოვდებოდა, ჩემ პირველი ქალიშვილი და მითხრა მამა მე ვთხოვდები. ძალიან კაი, ვინ არის, ვის მიყვები? მითხრა ვინც არის, გიორგი დოლაბერიძე. всё ძალიან კარგი. ვაიმე მამა არაფერს არ მეკითხები. შულო რა უნდა შეგეკითხო, იმიტომ რომ შენ აირჩიეს, შენ უნდა იცხოვრო, რა უნდა შემეკითხა, ბინა აქვს, იახტა აქვს, დაჩა აქვს. აი მაგიტომ ხარ საოცრებები შენ და ირინა. ლუკა, ჩემი მეორე სიძე, რომელზეც გიждდები და ძალიან მიყვარს და როდესაც ლიზა მას ანალოგიურად, აი ბედი, სადაც არის ბედი იქ მიგიყვარს. ფეხი შენო იტალიაში გაიცნო, შენ გაუში რომში ლიზა სასწავლებლად და როდესაც მე მითხრა ირინა მიცი ლიზა შეყვარებულია და ძალიან კარგი არც მიკითხია მე ვიკითხე რა გვარია დამთავრდა აი ეს ის თაობა რომელსაც ვერ მიხვდნენ რომ ვერ მართავ ეს არის თავისუფალი ლაღი თაობა რომელიც საქართველოს ისტორიის ახალ ფურცელს წერს რასაკვირველია ზოგი სხვანაირად მაგრამ მოვა დრო ჩვენ ამ თაობისგან ვიამაყებთ. კი არიან ადამიანები და ჩვენც არავინ შეცდომა შეიძლება ბევრი რაღაც შეცდომას უშვებს, მაგრამ ამ თაობას ვერ მართავ, გამორიცხული. აი ეს ჩემ შვილებზე ვიცი, იმიტომ რომ და პირველ რიგში, როდესაც ჩაერევი სიყვარულში, როდესაც აუგრძალავ ეს არ არსებობს სიყვარულთან ბრძოლაში, ვერავის ვერ გაუმარჯვა და ვერც გაიმარჯვებს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ სიყვარულს უნდა მოფრთხილება და სიყვარულთან ბრძოლა ძალიან ცუდად ვრთავდება. ნამდვილად და თაობა ახსენე და თუ და მაინტერესებს რაღაცებს სწავლობთ ხო ჩვენ ამ თაობისგან და ძალიან ბევრს მე მგონი. ძალიან. მე ძალიან ბედნიერი ვარ რომ მქონდა საშუალება რომ მემუშავა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და 35,000 სტუდენტი იყო და მე ყველასთან მეგობრული ურთიერთობა მქონდა. ჩემი კარი არც ინსტიტუტში არ იკეტებოდა და არც ეხლა. და მაგ ძალიან ბევრ ინსტიტუტთან ურთიერთობა და ეს ის თაობა, რომელსაც მე რაღაცებს ვეკითხები და უკვირთ, იმიტომ რომ ჯერ არ შეიძლება ამ თაობას ელაპარაკო გამარჯობათ. ეს აბა შენ ეხლა ეს არის თავისუფალი ლაღი თაობა, რომელსაც უნდა შეუწყო ხელი, უნდა მოეფერო და მე ეს ჩემ შვილებიდან გამომდინარე, მე ყოველთვის ჩემი ოჯახი არის ჩემი კრიტიკა. ირინა სულ მაკრიტიკებს შვილები, რომ მამა ესე არ შეიძლება ესე რაღაც და რასაკვირველია ერთი ოჯახია და მე ამას ვითვალისწინებ, იმიტომ რომ უშეცდომო არავინ არ არის. შენ ემოციური ადამიანი ხარ და ემოციური ადამიანი ვარ და ყოველთვის ვცდილობდი რომ სახში არ მიმეტანა ეს ემოცია და აი რამდენჯერ მანქანით წავს ეხლაც მაქვს ექვთვისება წავალცვეტი ცხოველში ჩემთვის ცხეთას ეს არის ჩემი ყველაზე ის სადაც ვიტვირთებ დავჯდები ვსაუბრობ ვესაუბრები ჩემ თავსას და მე ვწყნარდები და ვრუნდები სახში მე ყველა ადამიანს მინდა მოუხადო ბოდიში თუ ვინმესთვის მიწყენინებია მე ბოდიშის მოხდა არასოდეს ჩემთვის აი რაღაც არ წარმოადგენს კი მეც დამიშვა ბევრი შეცდომები შეიძლება ბევრი ჩემგან რაღაცა გაღიზიანებულა ან თქვენ ჩემი გამონათქვამებით მე ესეთ ადამიანებს მინდა უთხრა მადლობა იქიდან გამომდინარე რომ მათი შენიშვნებით მე ძალიან ბევრი რაღაცები ვისწავლე და მე მათ უხდი ბოდიში იმიტომ რომ აღარც ეს წლები მაქვს არც ეს ნერვები მაქვს კაი გაგებით და მე ვფიქრობ რომ ცხოვრებაში ეს რაღაცა როდესაც რაღაცა მთავრდება და რაღაცა იწყება და ჩემ ცხოვრებაში იწყება ის რომ ჩემ ცხოვრებაში არის კატო და მე ვფიქრობ, რომ მე მინდა რომ ჩემმა შვილიშვილმა ისეთ საქართველოში იცხოვროს, რომ ის იამაყოს და ჩვენ ვიცხოვრებთ ამ საქართველოში, იმიტომ რომ კიდევ ვიძახი, რომ მოდის თაობა, რომელიც საქართველოს ისტორიის ახალ ფურცელს წერს და მე მათგან ძალიან ბევრი რამე ვსწავლობ. დათო, გიცნობს მთელი საქართველო. და არა მარტო, რა პასუხისმგებლობები გაქვს და ასევე რა გავლენა ხალხზე.
იცით რა არის, ეს არის ერთის მხრივ ძალიან სასიამოვნო და მეორე მხრივ ძალიან საპასუხისგებლო, იმიტომ რომ თითოეულ ნაბიჯს მე როდესაც დგავ, პირველ რიგში ვფიქრობ ხალხზე და ჩემ ოჯახზე, რომ ჩემ შვილს, ჩემ კატოს, ჩემს მეუღლეს არ უთხრა, რომ აი თქვენ გყავთ გარეწარი მამა, გარეწარი მეუღლე, გარეწარი ბაბუა. კიდევ ვიძახი, განმეორდები, რომ მეც მქონდა ბევრი შეცდომები და ამისთვის მე დღეს შენს გადაცემაში გულსფრულად მოვიხადე ბოდიში. და ეს ძალიან რთულია და ჩემს თითოეულ სიტყვას, თითოეულ ნაბიჯს უფრთხილდები. და ფიქრობ, რომ რა ვიცი, ცუდად არ მიცხოვრია და ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა იმ ხალხს, ვინც აი ესე უყვარვარ და პატივისცემენ და ეს ძალიან დიდი პასუხისგებლობა და მე ვცდილობ, რომ აი მათი სიყვარული გავამართლო, რომ არ თქვა, რომ ფუ მართლა ეს შევცდი და ეს ვინ ყოფილა და მე აი სულ ესე ვწყვეტ თითოეულ ეხაც რომ საუბრობ, ჯერ ვფიქრობ და მერე ვსაუბრობ. იქიდან გამომდინარე, რომ არ მინდა რაღაცა შეცდომა დაუშვა. კატოს გეფიცებით მე ძალიან გურწფელი ვარ. მე წვილი არ შემიძლია. სახეზეც მაწერია, ხა ეს არ შემიძლია. მე ცხოვრებაშიც ესეთი ვარ. იმიტომ რომ რაც ვარ ეს ვარ, მე ვერ ვთამაშობ. ყალბი არ ვარ, არ შემიძლია. მედროვე არ ვარ. მე არასოდეს არ ამირჩევია მეგობრები, რომ ჟვანია ისე გარდაიცვალა, არ მე ლაპარაკებოდა, იმიტომ რომ ჩემი შვილი არ მოვანათლინე და მონათლა მისმა ცოლმა. რომ იცი პირველად ვლაპარაკობ, რომ იცი რა სიტყვიან მეთქი, რომ აი პარლამენტის თავმჯდომარეს მოანათლინა შვილი და მონათლა ნინომ. იმიტომ რომ მე ყოველთვის ამასაც უფრთხილდებოდი, იმიტომ რომ და გაბრაზდა და რო ხვდები მერე მითხარ, რომ შენ მართალი ყოფილხარ, რომ მე აი მაინც დაწერეს, აი ოქიტაშვილის ჩვენ უახლოესი მეგობრები. საოცარი ადამიანი იყო სულაც. და ძალიან ბევრი თვისება რაც არის და რაც მაქს აი ბევრი მისგან ვისწავლე მე და მე ბედნიერი ვარ, რომ ზურა იყო ის ადამიანი, რომელმაც პირველად თქვა, რომ მე ვარ ქართველი, მას ადამიანი მე ვარ ევროპელი და მარტო ამ სიტყვების გამო არის ეს ადამიანი, როდესაც წინ იყურებოდა და ჩვენც გვეუბნებოდა, რომ მისი სიტყვები რა ადამიანს ზევიდან არასოდეს არ უყურო. არ დასცინო ადამიანს, გაუფრთხილდი ადამიანს და ამიტომ მე პირველ რიგში უფრთხილდები ჩემს მეგობრებს, ჩემს ოჯახს, რომ არ თქვან, რომ აი ეს ფუ ეს ვინ ყოფილა, ხა მეც რო აქ ვზივარ, იმიტომ რომ შენ ჩათვალე საჭიროდ, რომ მე აქ ვიყო, თორე ხლა მე რო ვიყო გარეწარი და რაღაც შენი მაყურებელი, რომელსაც მე წარმატება მინდა გისურვო, რომ იწყებ აი ამ რაღაც ინტერესო გადაცემებს, რომ ყალბი ადამიანებს შენი მაყურებელი, რომელიც ყავს და ბევრი გეყოლება, შენიშვნას მოგცემენ. ნამდვილად. გავლენებზეც მინდა. აი შენი ყველა გიცნობს და აი შენი გავლენაც გავლენა არა, მე საერთოდ რაღაცა რო არის, მე ზუსტად ვიცი ნებისმიერ ადამიანთან ვისთანაც არ უნდა მიხვიდე, ვისთანაც არ უნდა დარეკო. ვრეკავ, ოღონდ არასოდეს ჩემს თავზე, აი თქვა სხვის გამო, აი თქვა რომ ჭირდება, ან თქვა დახმარება და მე ბედნიერი ვარ, რომ ყველა ადამიანი ცდილობს რომ მაგას გულისხმობ გავლენაში ზუსტად. გავლენა ეს არის მეგობრობა. მე არასოდეს აი თათა რო გათხოვდა, ქორწილი გქონდა ჩვენ ძალიან დიდი და ჩემს კოლეგებს, ჩემს მეგობრებს, მომღერლს მე ვერ დაურეკე. ვერ ვთხოვე. და ნუ აი ის ვქენი რა ქვია, გავიყინე და ბოლოს ამას აკეთებდნენ ჩემი მეგობრები. და რო ურეკავ გიждდებოდე დათო ზაზია საუბარი. იმიტომ რომ მე არ შემიძლია სხვისთვის უფრო მეტის გაკეთება შემიძლია ვიდრე ჩემი თავისთვის. ვიცი და ზუსტად მაგას გულისხმობდი გავლენაში, რომ აი ყველას ისე უყვარხარ, რომ ვერ წარმომიდგენია დათო ოქიტაშვილმა ვინმეს დაურეკოს მეგობრულად რაღაც თხოვოს და ის არ გაუკეთეს. მე ესეთი რამე ჯერ ჩემ ცხოვრებაში არ ყოფილა. კი, ზუსტად. ვისაც შეუძლიათ ხო, რა თქმა უნდა შეეძლოს. შეუძლია რომ დაეხმაროს ადამიანს, ყოველთვის ჩემი მეგობრები ყოველთვის ცდილობენ რომ დღესაც რომ მათ დაეხმარო. დათო დრო, რომელიც არ დაბრუნდება. ბავშვობა. ბავშვობა. ჩემი ბავშვობა მართლა ძალიან ლაღი ბავშვობა მქონდა. მე დავიბადე და გავიზარდე ვაკეში და მაშაყირებდი ვცხოვრობ მართლა ეხლა ჩემი დედაჩემი და ჩემი ძმა ცხოვრობს სამწუხაროდ მამა გარდაიცვალა ჩვენი სახლი დგას ვაკის პარკში საკუთარი სახლი გვაქვს და
აი კარებს რო გაღვი ვაკის პარკში შევდივართ ეხლაც და ეს იყო ლაღი თელი თბილისი თელი ვაკე ჩვენ სახში იყო ქეიფობდით იქვე იყო მახსოვს რესტორანი ბუდაპეშტი და მახსოვს მამაჩემი ექსოვრელებთან ერთად რო იქ რო დაამთავრებდა ქეიფს მე ხიდი უნდა გადაე ზუსტად ბუდაპეშტის კუსტვის გზა ოღონდ დაბლით ამ მხრიდან პირდაპირ ჩვენთან მე დიდი ვერანდა ქონდა ეხლაც გვაქვს და იქ გრძელდებოდა ეს ქეიფი და მე რასაც უყურებდი აი მამას მეგობრები სამწუხაროდ აღარ არიან თითქმის ყველანი წავიდნენ ამ ქვეყნიდან და რო უყურებდი როგორი ურთიერთობა ქონდა როგორი მეგობრობა ქონდა დედაჩემს ეძახდნენ ჩვენი დას და ეს ძალიან ბევრი რამე აქედან ვისწავლე მე და აი რამდენჯერაც აი თქვათ ჩემი მეგობრები მე მინახია თქვათ ირინას ოჯახში ჩემს იგივე ჩემი მშობლები თქვათ ირინას დედა და მამასთან მივსვლა და აქ თქვენ რა გინდათ და მათაც საკუთარი სახლი აქვს დიღომში და იქ იჯდნენ და ქეიფობდნენ მე ამას რატო უსმევ ხას რომ ბავშვობაში რაც ჩვენ მშობლებმა ჩვენ გვასწავლეს მე ის დღემდე მე ამას უყურებ და ეს იყო ჩემთვის ცხოვრებაში ძალიან დიდი გაკეთება. სხვა ურთიერთობები იყო ხო დათო? ურთიერთობები იყო და მზია მეგრელიშვილი რომელიც იყო ჩემი პედაგოგი 0 კლასიდან და ის დღეს მან მომნათლა მე და დღეს დედაჩემთან ერთად დედას მეგობარია და გვაქვს ურთიერთობა და მე ამ ადამიანს ძალიან უფრთხილდები იმიტომ რომ ეს ერთადერთი ადამიანი დარჩა სკოლიდან რომლის სკოლაში მე ვსწავლობდი რომ ეს ყოველთვის მე ძალიან ცელქი ვიყავი აი ძალიან ცელქი ვიყავი და სულ იძახდა რომ ამისგან არაფერი არ გამოვა და ქალბატონი მზია იძახდა რომ გამოვა იმიტომ რომ არც მე არ მიყვარს ეხლა ნუ რაღაც აი თქვათ შატალოც ვიცი რა იყო მაპატიეთ ამ სიტყვაზე ბირჟაზეც ვიცით გურამ საღარაძეს ცნობილი მოჭიდავე წყალს გვასხავდა ხოლმე რომ ნუ ყვირი ხართ აი ბეტონებს ეძახდნენ ესეთი ბარნოვზე ესეთი არ მახსოვს ახლა ის ნომერი ბერძენიშვილის კუთხეში და იქ ვიჯექით ხოლმე ვიკრიბებოდით მე მივდიოდით ვაკის პარკში კინოში და ჩემი აივნიდან ახლა ხეები გაიზარდა ვიჯექით და კინოს უყურებდით ხოლმე პრობლემა კი არ ქონდა თქვა ბილეთის ყიდვის მაგრამ ვინდოდა რომ შევპარულიყავით ავდიოდით სახურავზე სხვახიბლი ქონდა ამას სხვახიბლი ქონდა და აი ეს ბავშვობა რომელიც მე გავიარ ჩემშულებსაც ვეუბნებოდი სულ და ეხლაც ვეუბნები რომ ის რაც ჩვენმა თაობამ გაიარა მე მინდა რომ თქვენ ეს რაღაცა პერიოდში თქვენ ეს იგრძნოთ მართლა გულწრფელი იყო ეს ყველაფერი გულწრფელი ურთიერთობა იყო სად იყო მაშინ ეს ტელეფონები სად იყო ეს რაღაც რა ქვია კომპიუტერი ყველაფერი იყო აი ნატურალური კი ბატონო და ეს თაობა მგონია რომ ვერასოდეს იმ ხიბს ვერ იგრძნობს და ეს ვერ ხვდებია რომ ხსნი ამას ყველაფერს იმიტომ რომ აი ტელეფონი არ ქონდა მაგრამ 2 წუთში ყველა ერთმანეთს პოულობდი და თუ რაღაცა იყო ყველა ერთად ვიკრიბებოდით და აი ეს იყო ეს ურთიერთობა ეს იყო რომ წახვალ როდის მოხვალ და რაღაცა ტელეფონზე ოღონდ სახლის ტელეფონზეა საუბარი და რა ვიცი აი ეს ის პერიოდია რომელსაც არასოდეს არ დაბრუნდება და მეს დრო მენატრება დათო რა არ დატრიალებულა შენს თავს მინდა გაიხსენო წარსულის ტკივილი რომელიც შემდეგ შენი შთაგონების ენერგიის წყარო გახდა უფრო არ მიყვარს წარსულზე საუბარი ძალიან ბევრი ტკივილი იყო ჩემ ცხოვრებაში იყო სიკვდილთან ბრძოლაც ძალიან ბევრი რამ იყო და მე ამ ადამიანს ვაპატიე დღესაც ვაპატიე იცით რატო ვაპატიე რომ მათ ეძდებათ კატოს ხელა შვილიშვილები მათ ყავთ ოჯახი ამ ოჯახებმა ესენი არ იციან ეხლა მე რო დავდგე და ვილაპარაკო ეს ძალიან ცუდი რამ არის იმიტომ რომ ბავშვი რო შეეკითხება მამა ეს რატო ქენით მე დაფიცებული მაგ და ეხლა შე რომ მითხარი ეხლა იმიტომ გამახსენდა ეხლა ავნერვიულდი მე ამას არასოდეს არ ვიტყვი მაგრამ კიდე აქედან მე მათ მინდა უთხრა მადლობა იქიდან გამომდინარე რომ მე ძალიან გავძლიერდი მის მერე და მაგი კითხე ზუსტად მინდა რომ იყვნენ ბედნიერები თავის ოჯახთან უშეცდომ იმიტომ თქვი რომ არავინ არ არის და ნუ მაშინ ფიქრობდი რომ ესე იყო მაგრამ მათ აღიარეს როდესაც ადამიანი აღიარებს შეცდომას უნდა შეუნდო რასაკვირველია მე
არ შეუნდე ვაპატიე, მაგრამ გულში მაინც მაქვს ის წრენა, ის რაც მე გადავიტანე და იცი და არ მინდა ეხლა ჩემს შვილები კიდე ეს გაიქცენონ, უყურონ დედა ჩემი ცოცხალია, რომ კიდე ენერგულონ, იმიტომ რომ ეს ჩვენთვის ეს თემა არის დახურული და საერთოდ არ ვსაუბრობ, მაგრამ ამ ადამიანებს შევპირდი კიდე ვიმეორებ, რომ მე მათ არც სახელს და არც არ დავასახელებ, მაგრამ არა უშავს ცხოვრება გრძელდება, მე ვარ ბედნიერი, ვარ ჯანმრთელი, როგორც შეიძლება რომ ვიყო ჯანმრთელი და ღმერთმა მე არა, ღმერთმა შეუნდოს. და ღმერთმა კარგად ამყოფოთ. სინდისი თუ კომფორტი? სინდისი, გასაკვირველი. სინდისი. კომფორტი მე არ მიყვარს, კომფორტი მიყვარს, მაგრამ შენ თავთან ხო უნდა იყო საქმეა. კომფორტის გულისთვის არ უნდა წახვიდე რაღაც უბედურებებს, რაც სამწუხაროდ დღესაც კომფორტის გულისთვის ყველაფერზე მიდიან. კი. ჩემთვის კომფორტი არასოდეს არ წარმოადგენდა. აი რაღაც კომფორტის გულისთვის რომ რაღაცა უნდა გააკეთო, არასოდეს არც გამიკეთები და არც ვიზავ. როცა გთხოვენ გაჩუმებას, როგორ იქცევი? სხვა შორის აღარ მთხოვე. აღარ გთხოვე? ირინა მთხოვს ხოლმე გაჩუმებას ხოლოდ. ირინა და ლიზა უფრო ჩემს მიმართ, თათა უკვე მიხვდა. და ირინა მთხოვს გაჩუმდი, ბავშვები მაინც დაინდე და გიждები შენს Facebook პოსტებზე, დილა თენდება და დათოს რაღაცა ხო და ბოლოს მეუბნები და ბოლოს მივხვდი რომ იცით რაშია საქმე რომ გააჩნია რაზე უნდა გაჩუმდე. ბევრ ადამიანმა გული მატკინა, თქვათ, როდესაც მე მათ ვიცავდი, ესე გამოდიოდა რომ რაღაცა და ბოლოს მივხვდი რომ იცი ეს სხვა ხალხს რაღაც აღიზიანებს. ყველა ამას სხვანაირად აღიქვა და ზოგი ესე და ამიტომ ირინამ გაიმარჯვა და გავჩუმდი, მაგრამ როდემდე არ ვიცი. აი ვერ წარმომიდგენია შენმა სიმართლე ვინ უნდა გააღიზიანოს. თან ისე გემრიელად იცი ამ ყველაფრის გადმოცემა და თქმა, რომ მე ვერ წარმომიდგენია. იქიდან გამომდინარე, რომ აი ზოგს ეხლაც არის რაღაცა თემები, როდესაც ელოდებია, როდესაც მე რაღაცა შეცდომას დაუშვებ, რაღაცა გამოვხტები, რაღაცას ვიტყვი და მე ამას მოაბავენ და დადგავენ 9 სერიან ფილმს. დოკუმენტურს და ამის საშუალებას რო აღარ ვაძლევ ადამიანების რაღაცა გარკვეულ ჯგუფს არიან გაღიზიანებულები და ეს მადლობა უთხრან ირინას, იმიტომ რომ ჩუმდები და გავჩუმდი და ყველა მეუბნებიან რომ დაელოდე დროს. იგნორი ყოფილა მაპატიეთ ამ სიტყვისთვის ყველაზე კარგი საუკეთესო რომ საუკეთესო დასჯა ადამიანის იგნორი ვერ ხედავ არ გაინტერესებს, თუ გაინტერესებს, სად ვზივარ, სად მუშაობ და სად ცხოვრობ, იცი, მოდი და დამელაპარაკე. მე რასაც ფიქრობ ადამიანზე ვწერ, არ ვიმალები. და ჩემ პოსტებში ეს ყველაფერი ჩანს. შენზე ამან ეს თქვა, შენზე იმან ეს თქვა, გაარკვიე, მართლა ვთქვი, როგორ შეიძლება რომ აყვე ჭორს და ჭორის გამო ადამიანს ებრძოლო, დაბლოკო, გადაბლოკო, არ დაელაპარაკო, გამარჯობა არ უთხრა. ჩემთვის ეს იმდენად სასაცილოა. ეგეთებიც ხდება, რომ ბლოკავე? არა, გააჩნია ეხლა იმას საერთოდ ვინმე რა უნდა დამბლოკოს ჩემი მოგონილია ეგ ყველაფერი, კაი გაგებით. მაგრამ როდესაც უყურებ აი ადამიანის ქცევებს, ხო, გიკვირს. აი გიკვირს, რომ აღარ მინდა საუბარ და ერთ რაღაცას ვიტყვი, რომ კიდე ვიძახი, რომ ჩვენ ამ ქვეყნად ვართ უფლის სტუმრები. და ამ ქვეყნიდან უნდა წავიდეთ ღირსეულად და არ უნდა თქვან შენზე თუ ამის რაღაც და აქედან გამომდინარე მე ესე ვცხოვრობ და ვისაც რამე პრეტენზია გაქვთ მე მზად ვარ ყველას გავცე პასუხი მოდით ვილაპარაკოთ იცი რა ქართველები ცოტა ვარ და გვიყვარდეს ერთმანეთთან ნუ მივცემთ სალაპარაკოს ნუ დავაჯიჯგნინებთ 1000 მტერი ყავს დავინდოთ ერთმანეთი და გაუფრთხილდეთ ერთმანეთს კი ეგ ყველაზე მნიშვნელოვანია დღევანდელ დღეს. გაუფრთხილდეთ ერთმანეთს. დათო, ძალიან ბევრი პროექტის ავტორი ხარ. რასაც ხელს მოკიდებ, ყველაფერი საოცრად გამოგდის. მაინტერესებს მომავალში რას უნდა ველოდეთ? ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი მაქვს დაგეგმილი ჩინეთთან და მე ვფიქრობ, რომ
არ მინდა წინასწარ ვისაუბრო, ეს პროექტი უმეტესად ეხება და ჩემი სურვილია, რომ ძალიან ბევრ ახალგაზრდას მივცე საშუალება, რომ თავისი ცოდნა, აი თქვა თავისი რაღაც სურვილები რაც აქვს, რაც ვიძახი მე ფინანსურად, რომ შევძლო რაღაცების მათ მიმართ რაღაცა დაფინანსება, რაღაცა მინდა რომ რაღაცა კონკურსი გამოვაწყდო. ეს ძალიან საინტერესოა. ხო და მე უბედნიერესი ვარ, რომ არიან ადამიანთა ჯგუფი, რომთაც ჩვენთან გამოთქვეს თანამშრომლობა, იცი შენ ეს ამ ჯგუფის შესახებ, კულტურის არხის გაკეთება გვინდა. ძალიან საინტერესო პროექტი გვაქვს დაწყებული და რა ვიცი ვარ ჩვენთვის ჩვენ არავის არ ვაწუხებთ, ვარ ჩვენთვის წყნარად და მე ვფიქრობ, რომ არის თაობა, კიდევ ვიძახით, ჩემთვის არის უძვირფასესი თაობა და მანამ ცოცხალი ვარ და რაც დრო დამჩა და უფალმა მომცა რომ ვიცხოვრო ამ ქვეყნად ვიყოს სტუმრად მასთან ამ ქვეყნად, რომ მინდა რომ რაც შეიძლება ბევრ ახალგაზრდას შეუწყო და გავახარო. ეს მაქვს ჩაფიქრებული. ძალიან საოცარი პროექტია და ალბათ ყველა ძალიან დიდ მადლობას გეტყვის თუ ჩემთვის ეს არის, აი არ ვიცი, პროექტი, რომელიც უკვე წლებია და ვფიქრობ, რომ ამ წლის ბოლომდე რაღაცა კონტურები გამოიხატება და მე ვფიქრობ, რომ ადამიანთან ურთიერთობა მაშინ კი არ უნდა გინდოდეს, როდესაც შენ ის გჭირდება. რა თქმა უნდა. ადამიანთან შეყოველდღიური ურთიერთობა უნდა გქონდეს და მის შრომას უნდა აფასებდე. და მას უნდა სცემდე პირველ რიგში პატივს. ეგ ყველაზე მნიშვნელოვანია. მის შრომა უნდა დააფასო. და არა, როდესაც გჭირდება და აი გაგახსენდება ვთქვათ რაღაცა პერიოდი, მე ისევ დაგავიწყდება, ეს ძალიან ცუდი რამ არის. მინდა ეხა მეგობრობას შევეხო. შენ ის იშვიათი ადამიანი ხარ, ვინც საოცარი მეგობრობა იცის. დღევანდელ სამყაროში სიტყვა მეგობრობა ცოტა ემოჯის ტოლფასი გახდა. აი მაინტერესებს შენგან რა არის ნამდვილი მეგობრობა? ჩემთვის მე პირდაპირ გეტყვი, შეიძლება ეს არც უნდა ვისაუბრო, მე ძალიან ცოტა მეგობარი მყავს. აი 5-ძეც ვერ დავიტყვი. კი, ზოგადად ეგრეა. ნამდვილი მეგობრები. მაგრამ რაც დრო გავიდა, მივხვდი, რომ ძალიან ცოტანი დარჩნენ. ჩემთვის მეგობრობა არის ერთი დიდი აი რა ვთქვა, აი სამყარო, სადაც შენს მეგობრებთან ერთად ცხოვრობ და იზიარებ მის ტკივილს, მის სურვილს, რა ვიცი, გახსნილი ხარ და მის მიმართ ხარ ესეთი უშუალო. მე ძალიან დიდი ტრავმა დამემართა აგვისტოს თვეში დამეღუპა ძალიან ძიმეა შენთვის ეს თემა. ზურა გელაშვილი გელაშას ეძახდნენ. ვერ ვსაუბარში მიგველაპარაკებ და მოვარაზე. ავარიაში დაიღუპა და მივხვდი ერთ რაღაცას, რომ ამით ვიფიქრო დამთავრდა ცხოვრება. მაგრამ ერთ რაღაცას მივხვდი, რომ უნდა იყო ძლიერი ამას გაუძლო შენ ყველაფერს. იმიტომ რომ ეს ბავშვი იყო, მამას მეძახდა, მამა 2 წლის გარდაცვლილი ყავდა და დღეს მე ქალბატონი ნანა დედამისი მისი და აბსოლუტურად მისი სიძე დიშვილები ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ზურა იყოს ცოცხალი და რას მივხვდი, იცი რომ ზურა იქიდან ჩვენ გვაძლიერებს. ეგ ყოველთვის ეგრეა კი. და გვაძლევს რაღაცა ძალასო ჩვენ ერთად ვიყოთ და მე არ ვიცი, ამ ახალგაზრდა ბიჭმა 28 წლის იყო, ამდენი სიყვარული და სითბო დატოვა და ეს იყო ჩემთვის და ერთ რაღაცას მივხვდი, რომ სევდა ნარევი ცხოვრება გრძელდება. ხო არის რომ ადამიანები რომ გარდაიცვლებიან, თქვათ ოჯახთან ურთიერთობას წყვიტავ, ჩვენ არა, ჩვენ პირიქით, ჩვენ უფრო შევიკარით
და ჩვენ გვაქვს იმედი და სულ ესე ზურა ცოცხალია. ეხლა დედასთვის შვილის სიკვდილი, ეხლა მე რამდენიც ეხლა არ უნდა ვილაპარაკოდათ, ეხლა თვალზე ცრემლები და ხატიასთვის მისი დისთვის ეს ყველაზე რთულია. და მისი მეგობრები, რომელსაც არ ვიცნობდი მე. გაიცანი ახლა? ყველა. რამხელა რაღაცაა ეს? ოღონდ არ ვიცი. ეს ემოციური ჩემი, იმიტომ რომ ესეთი რაღაცა პირველად მოხდა ჩემ ცხოვრებაში და ნახე დედას და შვილის, აი არ ვიცი, ეს არც დავრჩენილან მე დასაფლავებაზე და ყველაზე მეტად რაც ახლა გამახსენდა რამოდენიმე დღის წინ კატო მეუბნება ზურა რატო არ მოდის ჩვენ? ვაიმე. კატომ არ იცის ეს ამბავი. ვაიმე დად. ამიტომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს ამ ცხოვრებიდან ვერან ვერაფერს ვერ წავიღებთ. კი. მე ნანადეიდას მინდა უსურვო ხატიას გამძლეობა და ჩვენ ერთად ვართ. მის მეგობრებს დიდი მადლობა რომ ჩვენ გავერთიანდით და ზურას სახელი მე მანამ ცოცხალი ვარ, იქნება უკვდავი, იმიტომ რომ ამ ადამიანმა ეს დაიმსახურა. და ოჯახმა მაჩუკა ის მისი სამაქრო ქვია. ჯვარი? ეს ის ატარებდა. ეს ახლა რამხელა ის რამხელა პატივია, ხა ოჯახს როგორ უყარხარ, რომ მისი ნივთით ან ჯვარი გაჩუქეს შენ. ჯვარი და რა ვიცი, სულ გონია რომ აი ჩვენთან ერთად არის და მე ერთ რაღაცას მივხვდი რომ სიცოცხლე გრძელდება და ეს მეგობრობა ამით არ დამთავრებულა. კი, შეიძლება ის ფიზიკურად არ არის ჩვენთან, მაგრამ სულიერად არის. დარწმუნებული. მე რამდენი ოჯახი ვიცი, რა ვთქვა, დაივიწყეს, მშობლებს არ კითხო. ჩვენ ყოველ დღე გვაქვს ურთიერთობა, ყოველ დღე ვსაუბრობთ, რომ ესე და რა ვიცი. რა ვიცი, მე ბედნიერი ვარ. დათო, სევდიანი ურთიერთობა გაქვთ აი ოჯახს და თქვენ თუ პირიქით რაღაც ისეთი მოტივირებული და არა, ბოლოს მაინც მოტივირებულია. მოტივირებულია ბოლოს. ბოლოს მოტივირებულია. იმიტომ რომ კი არა, ყველა მე ყოველთვის ვიძახი რომ მშობელი არასოდეს არ უნდა მოესწროს შვილის სიკვდილს. და მე რასაც უყურებ ნანას და მის დედას ეს უშუალო, იმიტომ ვიძახი რომ ეს ჩემი ემოციებიც, იმიტომ რომ ეს ჩემ ცხოვრებაში პირველად მოხდა ესეთი ახლობლის დაღუპვა მეგობრის, მამას მეძახდა მე და ყოველ დილას ოქით შაქარი როგორ გაიზომე, ნემსი გაიკეთე და აი ეს არის რომ გახსოვს ეს სიკეთე. და ოჯახსაც თქვენ მეგობრები აძლებინებთ ამ ყველაფერს და ატანინებთ. სხვანაირად ძალიან გაუჭირდებოდა. შეკრათ. როდესაც ცოცხალი იყო, ჩვენ კი გქონდა ურთიერთობა, მაგრამ ეხლა ესეთი ყოველდღიური ურთიერთობა არ გქონდა, მაგრამ ზურას წასვლის მერე მისი მეგობრისაც არ ვიცნობდი, მე ბევრს ვიცნობდი. უფრო შევიკარით და გავერთიანდით, რომ მე რა მინდა იცით, ყალბი არ უნდა იყო, არის რაღაცა ადამიანები რომ ქვეყნიდან მიდიან, მე ყველას ეს არ ეხება, რასაკვირველია, რომ ავიწყებათ ოჯახი, ავიწყებათ რაღაც, არ შეიძლება ეს. ნამდვილად. მე ვერ აი როგორ შეიძლება მეგობარს ეთამაშო. არის ეს მაპატიეთ, ესეთ რაღაცები არის, შენც კარგად იცი. კი, არის. არის და რა ვიცი, მე მეგობრისთვის აბსოლუტურად ყველაფრის გაკეთება შემიძლია. და როგორ შეიძლება რომ მეგობრობდე და არ იცნობდე მის ოჯახს, არ იცოდე მისი მეგობრები ვინ არის, თქვა, შენთან კი მეგობრებს, მაგრამ იმის უკან კიდე ხო არიან. აი ჩვენ ეხლა ვიძახი ამ ზურასთან დაკავშირებით, ჩვენ ძალიან ბევრი გავხდით, შეგვაერთა. ეს იმდენად კეთილი ადამიანი იყო, იმდენად უყვარდა ცხოვრება, უბოროტო იყო. და ეს კატო სიტყვები რატო არ მოდის? შენ რა იცი მეთქი და ბაკურიანშიო კანფეტები მომიტანა და მასეირნებდაო, ბავშვს ჰქონდა დამახსოვრებული.
და მე მიხარია რომ ზურას ყავს 2 დიშვილი და კატოს და დიშვილებს შორის მეგობრობა გაგრძელდება, რაც ეს ზურას სურვილიც იყო და ოცნებაცოდ ჩვენმა შვილებმა რასაკვირველი ხა ბიძა იყო და მათ შვილები რომ ეს გაგრძელდება აუცილებლად და ჩვენ რაც შეგვეძლება ერთს მივხვდი რომ ცხოვრება გრძელდება, რასაკვირველია სევდიანი ცხოვრება გრძელდება, მაგრამ როდესაც უყურებ რომ ადამიანები ამ ქვეყნიდან მიდიან და მე რამ ოჯახს საერთოდ ავიწყდებათ ეს ოჯახი რაღაც ხო ხდები რაღაც ცუდ რაღაცას ვიძახი, მაგრამ მე ბევრ ადამიანს შეს დავინახე. კი. და გული დამწყდა. კი, ეგრეა. წეგან ახსენე დათო მეგობრის დაკარგვა. რა უფრო ძნელია დაკარგო მეგობარი თუ გაანალიზო რომ ის ადამიანი შენი მეგობარი არასოდეს ყოფილა. იცი რა ორივე მამ კითხვაზე მე შემიძლია ორივე ის ქნა მე მეგობრის დაკარგვას არც ვნანობ დასაკარგი უნდა დაკარგო დაიკარგო აუცილებლად იმიტომ რომ აი ყოველთვის მე ვკამათობდი ხოლმე რომ ვაიმე ეს როგორი ყოფილა როგორი გახდა ესეთი კი არ გახდა ესეთი დაიბადა გამჟღავდა აი როგორც ფირი მჟღავდება სურათს ეს და კრიტიკულ სიტუაციაში გამოამჟღავნა თავისი თავი როგორც ყოველთვის ხდება იმიტომ რომ მე არასოდეს არ ვნანობ არავის დაკარგვას მით უმეტეს სიტყვას ეხლა თქვენ ნახეთ მე რა დამემართა ჩემ ერთ-ერთ მეგობარზე ვისაუბრე ხო როგორ შეიძლება რომ შენ ესეთი გულწრფელი ხარ მის მიმართ და მან რაღაც შენ გამოგიყენოს კაი გაგებით და ამიტომ მე მირჩევნია რომ აი რაც ირინას მეუბნება შენი მძიმე ხასიათით რამდენი ადამიანი დაკარგი კიდე დავკარგავ არ ვნანობ სულ რომ მარტო დავრჩე მირჩევნია მარტო დავრჩე ვიდრე მყავდეს ყალბი მეგობარი რომელიც გიცინის და ამ სიცილის უკან გითხრის სამარეს ესეთი იცი რამდენი ვიცი სულ მინდა დავწერო და მოგთაგოთ მინდა თქო წერ მაგრამ მაგ დროც მოვა იმიტომ ვიძახი რომ ჩემი ნერვები არც ღირს თქვა ყველაზე კარგი რაც არის იგნორი აი იგნორი ვაკვირდები რომ აი ვიღაცამ რომ რაღაცა დამილაიქოს რომ არც უყურებ მე ეგეთ რაღაცებს ვინ გილაი რაში მაინტერესებს მაგრამ ვატყობ რომ აი რომ ის არ გაბრაზდეს იმან არ ნახოს რომ აი თქვა მე შენ რაღაცა მოგიწონე აი რომ ვაკვირდები სოციალურ ქსელს ზოგჯერ მიფიქრია რომ გავაუქმო სურნამენვა სულ ამ ტელეფონში ხარ გაანებე თავი მე ტელეფონში კი არ ვარ მე მაინტერესებს რა ხდება თქვა ვკითხულობ იქ რაც იდება ნუ ამის გარშე ფიზიკურად ვერ ვიქნებით ზოგჯერ მიფიქრია რომ გავაუქმო მაგრამ მე დავფიქრებულა ეს უნდათ რომ მე ეს მოვწყდე ამას რაღაც ბევრი არ გავიგო არ ვისაუბრო და მე ვარ ბედნიერი ადამიანი რომ ყავს ის რამოდენიმე მეგობარი რომელ მეგობართანაც ესე ვზივართ საუბრობ და კიდე ვიძახი არ ვნანობ არავის დაკარგვას და თუ საჭირო იქნება კიდე ყალბი მეგობრები რომლებიც ლაიქების მიხედვით არჩევე რომ შენი მეგობარია თუ არ არის მეგობარი და ვიღაცა რო არ გაბრაზდეს შენ დაგიწერსო თქვათ მოგეწონა ეს კარგი იყო თუ ცუდი იყო და მე რო თქვათ ის არაფერს აღარ წარმოადგენს და მე ისევ შემბოდიში ერთ ადგილას უნდა რომ მე ესეთი მეგობრები არ და ეგეთი ადამიანები სამწუხაროდ მარტო შენს გარემოცვაში არ არიან ეგ ალბათ ყველას გარემოცვაში არიან და დღეს მაგის თავისთვის კი და დღეს ამ სოციალური ქსელებით თითქოს რაღაც უფრო მჟღავნდება აი ეს საქციელები ადრე მაგალითად შეეძლო ვიღაც ზურგს უკან ელაპარაკა ეხლა კიდე უფრო ნათელი ხდება ადამიანების მოქმედება და ვინ არის აი რა უნდა გითხრათ რომ არ მინდა რომ ვინმე გამომჩეს მე ვიცნობდი რამაზ ჭყიკვაძეს სოფიკო ჭიაურელს დოდო ჭიჭინაძეს გურანდა გაბუნიას ოთარ მეღვინე თუხუცეს ლეილა აბაშიძეს ლიანა ისაკაძეს ნინო რამიშ აი არ ვიცი ვინმე არ მინდა გამომჩეს ნანი ბრეგვაძეს და მე ამ ცხოვრებაში რა უნდა გამიკვირდეს არაფერი მე ამ მედია ჩახავას ვერიკო ანჯაფარიძეს რა ვიცი ვინმე არ მინდა ბოდიშ ვიხდი მათ ოჯახებთან თუ თქვათ ვინმე სახელი გამომჩა
ეს ის ადამიანები იყო, რომელთაც მე გამიწიეს რეკომენდაცია, რომ მე მერიაში დავნიშნულიყავი კულტურის სამსახურის უფროსად. და რამოდენიმე დღის წინ, აი პირველად საუბრობ, მინდოდა რომ მომეძებნა, მინდა მივმართო არქივს, რომ ეს ადამიანები კოტე მახარაძე როგორ აწერენ ხელს და სთავაზობენ საწყალი ღმერთმა ნათელში ამყოფოს ვანო ზოდელავას, რომ განეხილა ჩემი კანდიდატურა მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსად. მათ ეს დაინახეს, მე რაღაცა ჩემით მიყვარდა ეს კულტურა, დედა მოცეკვავე იყო და ჩემს სახლში სულ იკრიბებოდა. რა საკის იყავდათ? 22-23 წლის ვიყავ, პატარა. და არასერიოზულად აღიქოს ახლა მან რა იცი და აი როდესაც ამ ადამიანებმა ვანო თქვა რომ ერთიო მოიყვანეთ ვინ არისო. იმიტომ რომ მე ჩემით უკეთებდი მათ რაღაცა კონცერტებს, რაღაცა საჩუქრებს, რაღაც ესეთი რაღაც ის ქონდა შეპესესავით მაშინ რაღაცა იყო და აი ისე მიყვარდა ეს ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი რომ ხა მე ნინო რამიშვილს ვასკლავს გავუხსნიდი, ნანი ბრეგვაძეს, სუხიშვილებს, რუსთავს, ერისჩონს, რა ვიცი, არ მინდა ბოდიში ვიხდი, რომ თუ ვინმე გამომჩად. რამხელა ისტორია შეუქმენი ამ ადამიანს. ეს პროექტი არის ისტორია, რომელი ისტორიასაც ვერავინ ვერ წაშლის. გინდაც წაშალონ, რაც არ უნდა ქნან, ეს უკვე შედგა. პირველი ვარსკვლავი იყო ნინო რამიშვილის, რამდენი წელი გავიდა. და ეს პროექტი რაც მე მახარებს, მიიღო საგანმანათლებლო ხასიათი, რომ მოდიან სკოლის მოსწავლე პედაგოგებს მოყავდა ექსკურსიას უტარებენ და უხსნიან, ვინ იყო ნინო რამიშვილი, ვინ იყო ბიძინა კვერნაძე, ვინ იყო სუხიშვილები, რუსთავი, ერისიონი, ანზორ ერქომაიშვილი, აი უხსნიან ყველას და ეუბნებიან, რომ ეს ანსამბლი ანზორ ერქომაიშვილმა და ფრიდონ სულავერიძემ დაარსეს. იქ ჭოხონელიძე მოღვაწეობდა ერისიონს. აი არ ვიცი ხა არ მინდა კიდე რაღაცა ვინმე გამომჩეს და მე ერთადერთი რა მინდა უთხრა იმ ადამიანებს, რომ ადამიანებმაც ეს პროექტი გადაარჩინა და ეს ადამიანები გადაარჩენენ ამ პროექტს, იმიტომ რომ ეს როდესაც მე ეს პროექტი დავიწყე, ცოტა ასე რაღაცნაირად უყურებდნენ. და მე ხა ეს ადამიანების გვარი და სახელები ჩამოვთვალე, რომელზეც ეს პროექტი ერთად ჩვენ დავიწყეთ. ერთად შევქმნით. ეხა ამჟამად აღარ არის ეს პროექტი, არის ხო? და აი გივი ბერიკაშვილი, კავსაძე, რა ვიცი, არ მინდა კიდე ვიძახი აი მე რაღა უნდა გამიკვირდეს ამ ცხოვრებაში, მე ამ ადამიანებთან მქონდა ურთიერთობა და ერთხელ სახლში მივედი და ირინა მეუბნება რომ მედია ჩახავამ დარეკაო და მე რა გითხრა თქო და მასწავლა სილიოტკის ისაო რა ქვიაო რეცეპტიო და მითხარი თქო და მედია ჩახავას ქონდა იყო არაჩვეულებრივი კულინარი და ესო გაარჩიეთო მე რძედას და ირინა მეუბნება ვაიმე რძე აი მე ეს რატომ მოვყევრო ჩვენ ესეთი ურთიერთობა ქონდა აი სოფიკო რო დამირეკავდა ჭიაურელი თქვათ გაუარე ხა ნანის და მოდით ჩემთან ვისადილოთ და რა ვიცი ჩემი ურთიერთობა უწმინდესთან რომ კვირაში ორჯერ ტრაპეზეზე ვიჯექი უწმინდესთან და საუბრობდი და სამება ჯერ არავინ არ იცოდა როდესაც არსებობს ეს უნიკალური კადრები როდესაც მე უწმინდესი და ქალბატონი ნანი წაგვიყვანა მასთან ვიყავით საუბრობდით ტრაპეზეზე და მე მითხრა ხო ნახეთო თქვენ რა უნდა განახოთო და არ იყო მაშინ სამება გახსნილი და წავედი და დაგვათვალიერებინა აი და მე რატო მეცინება ეცით რომ აი არიან ადამიანები რაღაცა ჯგუფი რაღაცნაირად რომ მithom უნდათ რომ მე რაღაცა მიკმინონ თუ რაღაცა და იმდენად მეცინება ეს ჩემთვის უკვე იმდენად არასერიოზულია და ამაზე უკვე ნერვებსაც ეგ მგონია უნდა გაძლიერდეს დათო არა კი ამაძებს აი ეს ხალხი ვინ ჩამოთვალე ნახევარი არც იციან საერთოდ ვინ არის შეიძლება იკითხონ ვინ იყო ნინო აი ეს ხალხი რომელიც გაუგება როგორ გითხრათ აი არ ვიცი მე ამ ადამიანებს მინდა უთხრა დიდი მადლობა ესე გააგრძელენ იმიტომ მე ამით ძლიერდები მართლა ძლიერდები და მე დავწმუნდი ზურაც მე რომ სიცოცხლე გრძელდება და მე ეს ადამიანები მაძლიერებენ იმიტომ რომ ნუ როგორ შეიძლება აი თქვათ ჩემი და ირმა ნიორაძის დამოკიდებულება ჩემი და არის ირმა ნინო სუხიშვილი ილიკო რა ვიცი ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ და უფრთხილდებით და ყველაზე ის იცით რა არის აი თქვათ რამაშხიკვაძის შვილი და ჩვენ ისე ურთიერთობთ ეკა მამალ აი ვინც არ არიან
მათი ოჯახები და ჩვენ ის ვაგრძელებთ ამ ურთიერთობას. ეს მაგრამ არის ჩვენ მეგობრობა. არყირი ვართ. აი ეს არის ის მეგობრობის გაგრძელება, რომელიც მე როგორ შეიძლება დავივიწყო ამ ადამიანების გვერდში დგომა, როდესაც ასე ახლოს არ მიცნობდნენ და ისინი იყვნენ ჩემი რეკომენდატორები, რომ მე მემუშავა კულტურაში. და მე რა უფლება მაქვს რომ ამ ადამიანებს უღალატო და როგორ გაამართლე და როგორ გაუმართლე იმ როგორ შეიძლება მე ადამიანებს უღალატო და აი გავიქცე დავიმალო რაღაცას ჭორსავყვე იმიტომ რომ მე როდესაც ნაბიჯს ვდგავ ყოველთვის ვფიქრობ რომ ამ ადამიანებს ჩირკი არ მოხსო და არ უთხრა რომ აი ვის გაუწიეთ თქვენ რეკომენდაცია ვინ მოიყვანეთ თქვა კულტურაში მე ჩემი გზა მაქვს და მე ჩემი კულტურის პალატა მაქვს და საერთოდ არაფერი არ მაინტერესებს და მინდა სიცოცხლის ბოლომდე ვიყო იქ და ვიმუშაო, თორე აღარ გავაგრძელებ მეტი და იმიტომ კიდე ვიძახი რომ ჩემთვის აი მე ხა აღარ ვლაპარაკობ საქართველოს ფარგლებს გარეთ იმ ადამიანებთან ურთიერთობა რომელიც ურთიერთობაც დღემდე გრძელდება და რა ვიცი ახლა მე ისეთი გვარი და სახელები ჩამოთვალე ეს არის ქართული კულტურის საგანძური და ისტორია კულტურის საქართველოს ოქროს საგანძური. ნამდვილად. დათო ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და ასეთი საინტერესო საუბრისთვის. მადლობა თქვენ, მადლობა კაცს მიღმა ორი არაჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც ნამდვილად ეს გადაცემა კაი გამოვიდეს, მათაც უთხრათ მადლობა. ნამდვილად. რა ვიცი, ბოდიშუხდი თქვენს მაყურებელს ჩემი ემოციებისთვის, პირიქით. ეს ემოციები ნამდვილია და მე ცხოვრებაში არ მითამაშე და ვიცი. დიდი მადლობა ყველას. მადლობა შენ. თქვენ კი ვინც გვისმენთ და გვიყურეთ, ძალიან დიდი მადლობა. თქვენი ემოციები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ გთხოვთ გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი. გემშვიდობებით მომავალ ეპიზოდამდე.